მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლოგოთერაპიის კავკასიისა და საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ქალბატონი ლანა სულხანიშვილი. მოგესალმებით ლანა და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს გადაცემაში სტუმრობა. დიდი მადლობა ლანა, ჩემთვისაც ნამდვილად. და დღევანდელი საუბრის თემა ცოტათი სევდანარები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ხანდაზმულობაზე. ზოგადად რომ განსაზღვროთ რა არის ეს ხანდაზმულობა და თქვენ განვითარების სპეციალისტის ბრძანდებით კითხულობთ ლექციებს განვითარების თეორიებზე და ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ ადამიანი გადის მუდმივად კრიზისებს. კრიზისი რა არის, როგორც შესაძლებლობა თუ როგორც ორმო, საიდანაც ვეღარ ამოდის მერე, როგორ უნდა გადალახოს ეს კრიზისი ადამიანმა, ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაც არის, თუმცა პირდაპირ მიესადაგება ხანდაზმულობის კრიზისსაც. მაშ ასე დავიწყოთ და რა არის ხანდაზმულობა და რა ასაკიდან განისაზღვრება ეს? ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ეს კრიზისი არის ზოგადად ორმო, საიდანაც შეიძლება ვერ ამოვიდეს ადამიანი, თუ ეს არის შესაძლებლობა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხანდაზმული ასაკის ადამიანების ცხოვრებაზე, ალბათ უფრო სწორი იქნება მართებული და სინამდვილესთან ბევრად უფრო ახლო, თუ ჩვენი გადაცემით შევეცდებით დავანახოთ მათ, რომ ეს ასაკი ზოგადად და ეს პერიოდი ეს პერიოდი, რასაც ქვია ხანდაზმულობა, სულაც არ არის ორმო, სულაც არ არის კრიზისი, ეს არის ასევე ახალი შესაძლებლობების, ახალი მოლოდინების და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი. შეიძლება გარკვეულწილად გაკვირვებას იწვევდეს ამგვარი, ასე ვთქვათ, შეფასება ხანდაზმულობის ასაკის, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, უარყოფითი კონტექსტით სტერეოტიპები, რომელიც სწორედაც რომ აფიქრებინებს ადამიანს და ადამიანებს, რომ ხანდაზმულობის ასაკი არის, ასე ვთქვათ, ერთგვარად ორმო, საიდანაც თავის დაღწევა არის შეუძლებელი და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ვფიქრობ, ზოგადად და თუნდაც საუბარი მარტო ალბათ აი ამ თემაზე, რასაც ქვია ხანდაზმულობა, ეს არის ალბათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ხანდაზმული ასაკის ადამიანების და ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხანდაზმულობაზე, სულაც არ ნიშნავს დასასრულს და ის რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, რაც აღვნიშნე 2 წუთის წინ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი მოლოდინები და მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ ჩვენი გადაცემის ფორმატი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რომ ეს არ არის უბრალოდ და უსაფუძვლოდ ნათქვამი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ლანა არსებობს რაღაც სპეციალური პროგრამები ხანდაზმულთათვის და ადამიანებისთვის, რომლებიც გადიან პენსიაზე. ზოგადად ჩვენი ცხოვრება რაღაც რამოდენიმე მოედანზე ვპოზიციონირებთ ერთდროულად და ერთ-ერთი არის ჩვენი საქმე, სამსახური, რა თქმა უნდა, მეორე ოჯახი, პირადი ცხოვრება, კიდე შეიძლება მესამეც იყოს, მეოთხეც, ჰობი, ის რაც გვიყვარს, რაც ჩვენ გვასულდგმულებს, ბევრი რამ არის ესეთი, მაგრამ მაინც ეს პენსიაზე გასვლა ადამიანისთვის არის ძალიან დიდი სტრესი, იმიტომ რომ კარგავს ფუნქციას. ამასობაში შეიძლება დაკარგოს ფუნქცია ოჯახშიც, იმიტომ რომ ყველა გაიზარდა, აღარ არის საჭირო მისი, ვთქვათ, ის გადაჭარბებული, შეიძლება ზრუნვაც ან მეურვეობაც, რომელიც მანამდე ჰქონდა და რაღაცნაირად თითქოს მარტოობაში რჩება ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის დასაფიქრებლად. ეს უბრალოდ ეგზისტენციაზე, საზრისზე, თუ ვინ ვარმე, თუ მანამდე დრო არ ქონდა, ეხლა არის ამის დრო. აი როგორ შეიძლება ადამიანი ამას გაუმკლავდეს და თუ არსებობს ჩვენთან რაიმე მსგავსი პროგრამები, არ ვიცი, მებაღეობა იქნება ეს თუ ქსოვა, თუ კერვა, თუ ხატვა, თუ რაღაც, სადაც შეიძლება ადამიანმა თავისთავი იპოვოს პირობითად, რო ვთქვათ, ან რეალიზება მოახდინოს. ან კიდევ საერთოდ რაღაც ისეთი თუ შეხვედრები ან საუბრები, რომელიც მისი სულისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. დიახ.
ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია, სად შეძლოს ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხანდაზმულობის ასაკზე ვსაუბრობთ ცხოვრების ამ პერიოდზე, რომელიც იწყება 60 წლიდან, გრძელდება 90 წლამდე და ცხოვრების ბოლომდე კიდევ, ხომ? ეს შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, არასოდეს არ ნელდება. ყოველთვის შეიძლება რაღაც საინტერესო მისთვის მოძებნოს ადამიანმა. ყოველთვის შეიძლება ეს იპოვოს. და რაც შეეხება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროგრამებს, რასაკვირველია, არის მსგავსი ტიპის პროგრამები 60+ ასეთი სახელით და მე რამდენადაც ვიცი, ცეკვის თერაპიის ჯგუფიც იყო ხანდაზმული ასაკის ადამიანებისათვის, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ურთიერთობის შესაძლებლობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ხომ? ცეკვა თავისთავად რასაკვირველია, არის ღირებული, როდესაც ჩვენ ცეკვის თერაპიის ჯგუფებზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქ ხომ მნიშვნელოვანი კიდევ და უფრო მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ის ურთიერთობები, როდესაც ერთი ასაკის ადამიანები, ერთი თაობის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, დასავლურ სამყაროში არის გამოცდილება ასეთი და ძალიან კარგი პრაქტიკა, როდესაც ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. ბავშვებისათვის, რა თქმა უნდა, ხანდაზმულ ადამიანებთან ურთიერთობა ეს არის ახალი გამოცდილება, ძალიან საინტერესო, ძალიან თბილი გარემო და ხანდაზმული ადამიანებისათვის ფაქტიურად ეს არის სიცოცხლის განახლება, ანუ მათთან ურთიერთობა, პატარებს შემოაქვთ თავისი გარკვეული ხალისი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აქტუალურია, თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროგრამები, სადაც შეძლებენ რეალიზებას ადამიანები, მაგრამ მე კიდევ ცოტა შორიდან მსურს, რომ დავიწყო ამ თემაზე საუბარი. პირველად, როდესაც განსაკუთრებულად დავფიქრდი აი ამ მიმართულებით, რასაც ქვია ხანდაზმული ადამიანების ცხოვრება, როგორი არის მათი ყოველდღიური საქმიანობა, რა უხარიათ ხანდაზმულ ადამიანებს, რა არის ის, რაც მათ სიხარულს ანიჭებს, ან რა არის ის, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებს. ამ ყველაფერზე ფიქრი დავიწყე უფრო მაშინ, როდესაც გავიცანი საინტერესო ინფორმაციას. ზიმბარდო მოგეხსენებათ და ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვისაც არის საყოველთაოდ ცნობილი, დიდი ფსიქოლოგი, დიდი მეცნიერი გახდათ და იგი სწორედ როდესაც პირველად დაინტერესდა რა ხდება ამ მიმართულებით, თუ კი მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს რაღაცა გარკვეული სახის მეცნიერული კვლევები, შეისწავლა საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი ნაშრომები, ანუ ძირითადად რა თემებზე ასრულებდნენ სტუდენტები თავიანთ პროფესორ მასწავლებლებთან ერთად კვლევით ნაშრომებს და აღმოჩნდა, რომ 139 ნაშრომიდან არც ერთი ნაშრომი არ ეძღვნებოდა ხანდაზმული ადამიანების ცხოვრებას და ფაქტიურად რას ნიშნავს ეს? უნდა დავფიქრდეთ ალბათ, რატომ არ არის, ასე ვთქვათ, აქტუალური ეს თემა და რატომ არ ეძღვნებათ კვლევითი ნაშრომები ამ ადამიანების ცხოვრებას, მათი ცხოვრების შესწავლას და სხვათა შორის შემდეგ ეს პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე მე თავადაც, იმიტომ რომ მაქვს შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე უნივერსიტეტში წავიყვანო, ასე ვთქვათ, სალექციო კურსი, ვარ ხშირად საკვალიფიკაციო ნაშრომების ხელმძღვანელი და აღმოჩნდა, რომ არც საუნივერსიტეტო სივრცეში სამწუხაროდ არ სრულდება კვლევითი ნაშრომები, რომელიც უკავშირდება ხანდაზმული ადამიანების ცხოვრებას, მათი ცხოვრების წესს. რა თქმა უნდა, აქ მე ვიგრძენი ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც, როგორც მასწავლებელი, რომელიც არის ვალდებული, რომ გარკვეულწილად მიაქციოს ყურადღება ახალგაზრდათაობის, სწორედ ამ ასაკის ადამიანებისადმი. მქონდა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მცდელობები, მაგრამ ეს მცდელობები, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს წელს წინ და მე ვფიქრობ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს რო ჩვენ აქ ამ სივრცეში ამ თემაზე ვსაუბრობთ, ესეც სწორედ ამ მიმართულებით არის წინ გადადგმული ნაბიჯი. პროგრამები არის რასაკვირველია, ისე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, მაგრამ ძალიან ერთეული და შეიძლება ისეთი, რომლის არსებობის შესახებაც არ გვაქვს ისეთი საზოგადოდ გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ ესეც ოპტიმისტური არის, რა თქმა უნდა, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მრავლად იქნება ეს პროგრამები. რა თქმა უნდა, როდესაც
დგება ადამიანის ხოვრებაში პენსიაზე გასვლის პერიოდი, ხო, საპენსიო ასაკი. ეს თავად პენსია, სიტყვა უკვე და პენსიონერი აღიქმება, რა თქმა უნდა, მტკივნეულად. ეს აიდან მომდინარეობს? ალბათ ეს ისევ ამ ყველაფრის უკან დგას სტერეოტიპები და ეცით აი ნებისმიერ შემთხვევაში სტერეოტიპი იქნება რაღაცა დადებითი შეფერილობის თუ უარყოფითი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თავად სტერეოტიპის არსებობა უკვე ერთგვარად ეს არის უარყოფითი კონტექსტი. თავად სტერეოტიპის არსებობა, იმიტომ რომ ეს არის წინასწარი წარმოდგენები, ხო, ადამიანებზე და რეალურად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და შესაბამისად, რომ აი ხანდაზმული ასაკის ადამიანები არიან ასეთი რომ ხანდაზმული ასაკის ადამიანებს ახასიათებთ ეს, რომ საპენსიო ასაკი არის, ასე ვთქვათ, რაღაც ხოვრების დასასრული უკვე და თითქოს ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს ადამიანს. რა თქმა უნდა, ამის უკან დგას სტერეოტიპები. მთავარი არის დამოკიდებულება, როგორი იქნება ადამიანის ამ საპენსიო ასაკის მიმართ. თორე თავად პენსიაზე გასვლა არ არის ტრაგედია, დამოკიდებულება, მიმღებლობა როგორი ექნება თავად აი ამ ასაკის ადამიანს. ლანა, როგორ მიდის ადამიანი ამ ასაკამდე, ვთქვათ, რა ისეთი მნიშვნელოვანი კრიზისების გადალახვა არის წინ ადამიანისთვის, რომ იგი მივიდეს მეტნაკლებად მშვიდობიანად ამ ასაკამდე. მულტიფაქტორალურია, მე მესმის ეს ახლა ეს არ არის ესე ადვილად სასაუბრო, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით რო ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ კრიზისი რაღაც ფსიქოსოციალურიც არის, ემოციურიც, შეიძლება იყოს თქოთ, ფსიქოსექსუალური და ასე შემდეგ. განვითარებას რა კუთხით, მორალური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან სასიამოვნოთ გამეხარდა და გამოაცა ლოგოთერაპიის ასოციაციის წარმომადგენელი რო ბრძანდებით საქართველოში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ მთავარი აქცენტი ხდება სწორედ საზრისზე თუ ვინ ვარმე და რისთვის ვარმე მოსული. რა თქმა უნდა, აქ რელიგია ძალიან დიდი ნაწილით შემოდის ადამიანში. ნუ გააჩნია ადამიანს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მეოთხე განზომილება სულიერი ადამიანისთვის, ბიოფსიქოსოციალური და სულიერი. აი, როგორ მიდის აქამდე და თითქოს როგორ ვემზადებით ამისთვის? თქვენ ახსენეთ სტერეოტიპები და ახალგაზრდა საერთოდ არ ფიქრობს სიბერეზე, ახალგაზრდა არც სიკვდილზე ფიქრობს და არც ავადმყოფობაზე. მისთვის დიდად ღირებული ეს არ არის. თითქოს ბევრს ეშინია კიდევ აი პეპის სინდრომი არსებობს, არ უნდა რომ გაიზარდოს და მე მომისმენია რომ აი ეს არ მინდა რომ დაუბერდე და ამ დროს როგორი წყევლაა ხო ეს ადამიანისთვის რომ თქვა პირიქით კეთილ სიბერეს უსურვებენ ხოლმე ერთმანეთს და ადრეც იყო ხო რაღაც თეთრი წვერით დაბერდი და კეთილად დაბერდი. წყალობა არის ერთგვარად. როგორი წყალობაა რომ დედამიწაზე ხარ ადამიანი და კიდევ არსებობ და ფუნქცია გაქვს რაღაცა. და ეს ფუნქცია თქვენ სწორად ვძანეთ, ჩემი დამოკიდებულებების და ჩემი ასარჩევია. აუცილებლად თვითონ პიროვნულია, მაგრამ მაინც რა უძღვეს წინ და როგორ ვემზადებით ეს სიბერისთვის? ქალბატონო მარინა, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ თქვენ და ალბათ შევეცდები, რომ თანმიმდევრულად ვისაუბრო ამ ყველაფერზე. თუ კი რაიმე გამომჩება, ძალიან მადლიერი დაგრჩებით, თუ კვლავ შემახსენებთ. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, ადამიანის ცხოვრებაზე, მის ასე ვთქვათ, განვითარებაზე, ეს არის ერთი მთლიანი ციკლი. და ყველაფერი იწყება არა დაბადებიდან, არამედ იწყება უკვე ჩასახვიდან და მოცლად ყოფნის პერიოდიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას ჩვენ დავინახოთ ზოგადად ნაყოფის მდგომარეობა. როგორ არის ის, როგორ განიცდის, როგორ რეაგირებს მშობლის ემოციებზე, ასე რომ ადამიანის განვითარების პროცესი იწყება მოცლად ყოფნის პერიოდიდან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ის გადის გარკვეულ ეტაპებს, ეს არის უკვე ჩვილობის პერიოდი, ფეხისადგმის პერიოდი, შემდეგ ბავშვობის პერიოდი, ხომ, რომელიც კიდევ გარკვეულ ეტაპებს მოიცავს ადრეული ბავშვობა, შუა ბავშვობა, გვიანი ბავშვობა, ანუ მოზარდობის ასაკი, შუახნის ასაკი და ის ყველაზე ერთ-ერთი
დამაგვირგვინებელი, შეიძლება ითქვას შემაკავშირებელი, გამაერთიანებელი, რაც საბოლოო ჯამში აერთიანებს მთელ, ასე ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებას და უფრო მეცაც ვიტყვი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს დასასრული არის ის, რაც საბოლოო ჯამში ღირებულებას და მნიშვნელობას ანიჭებს მთლიანად ადამიანის აზრს და საზრის ყოფნას, ხო, ადამიანის ყოფნას ამ სამყაროში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხანდაზმულ ასაკზე, ხანდაზმულობის ასაკის გარკვეულ ეტაპებს მოიცავს, ეს არის 60-დან 70 წლამდე პერიოდი, 70-დან შემდეგ უკვე 80 წლამდე, 80-დან 90 წლამდე და 90 წლის შემდეგ, როგორც ასე ვთქვათ, უწოდებენ ამ ასაკის ადამიანებს დღეგრძელებს, შეიძლება ეს ასაკი მოიხსენიოთ უკვე მზადება ცხოვრების დასასრულისათვის. ცოტა თითქოს სევდიანია, როდესაც ჩვენ დასასრულს ვახსენებთ, მაგრამ თუ ამ სიტყვის მნიშვნელობასაც დავაკვირდებით, სასრულია მისი ბონუს დასასრული და ერთგვარად ასე ვთქვათ სრულყოფილებასთან ასოცირდება, ხო? რაღაც სრულქმნის ადამიანის ცხოვრებას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ადამიანზე ზოგადად და ალბათ ყველაზე დიდი საზრისი ცხოვრებაში, რაც შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ ასე ვერ ვიტყვით, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს საზრისი, მაგრამ ის რომ ადამიანად მოვედით უკვე, ეს არის ძალიან დიდი გამართლება. ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანებზე, რომელიც არის სამყაროს გვირგვინი. და მოხვიდე ამ ქვეყნად ადამიანად ერთგვარად ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ პატივთან ერთად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ალბათ ადამიანმა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში უნდა იცხოვროს იმგვარად, ისეთი შინაარსიანი ცხოვრებით, რომ გაამართლოს სამყაროში თავის ყოფნა. ზოგადად, როდესაც ახლა თქვენ ბევრი საკითხი ჩამოთვალეთ და ისაუბრეთ და ერთ-ერთი რომელსაც მინდა გამოვეხმაურო, ეს პერიოდი, რასაც ქვია ხანდაზმულობა, შეიძლება შევადაროთ წელიწადის დროსაც, ხო? ჯერ კიდევ როდის პითაგორამ ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი გადაანაწილა ისე და შეაფასა იმგვარად, რომ არ გამორჩენია წელიწადის არც ერთი დრო. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ბავშვობა უფრო ზაფხულთან არის დაკავშირებული გაზაფხული ახალგაზრდობასთან, შუახნის ასაკი კავშირში არის შემოდგომასთან, ხო ასოცირდება უფრო სწორედ შემოდგომასთან და ზამთართან, რა თქმა უნდა, სიბერე და დაბერების პროცესი. მაგრამ ახლა რომ სხვაგვარად შევხედოთ ამას ყველაფერს, ხომ, არის ქვეყნები, სადაც არ იციან ზამთარი. მათ არ უნახავთ თოვლი და როგორი, ასე ვთქვათ, სიკეთე არის ერთგვარად ეს, ხო, ნუ ახლა არიან ადამიანები, ვისაც არ უყვართ ცალკეულ შემთხვევაში ზამთარი სიცივეს ასოცირდება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, როგორ შევხედავთ ზამთარს. ზოგ ძალიან უყვარს ზამთარი, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ბავშვობასთან ასოცირდება რაღაც ასე ვთქვათ ზღაპრულთან, ახალ წელთან და ძალიან ბევრ ასე ვთქვათ სიკეთესთან. ასე რომ ყველა ასაკს აქვს თავისი რაღაც გარკვეული სილამაზე, ისევე როგორც ბუნებას, წელიწადის ყველა დროს და შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო სისავსის ასაკს აღწევს ადამიანი, როგორც არის მაგალითად ხანდაზმულობის ასაკი, ხო, როდესაც ხდება უკვე ცხოვრების გარკვეულწილად შეჯამება, ეს ერთგვარად აი ლოგოთერაპიაში როგორი არის ხედვა ლოგოთერაპიული აი ამ, რადგანაც ახსენეთ თქვენ მეც თავს მივცემ უფლებას, რომ ორიოდე სიტყვა აი ამ მიმართულებითაც აღნიშნო, რომ თუ აი ჩვენ შეიძლება ახალგაზრდობის წლები შევადაროთ ცხოვრების ისეთ გამოცდილებას, როდესაც მზე არის ზენიტში, როდესაც ანათებს და აი ამ ასე ვთქვათ მზის ნათება ზოგჯერ თვალს გვჭრის, მისი სიკაშკაშე, მისი სიელვარე და ძალიან ბევრ რამეს ვერ ვამჩნევთ ხოლმე. თქვენ რადგანაც აღნიშნეთ, რომ არ ფიქრობს ახალგაზრდა ხშირად სიბერეზე და დაბერებაზე. ხო, აი ზუსტად მისი ანალოგია, ეს მაგალითი, ეს რაღაც ასე ვთქვათ მეტაფორულად თუ შევხედავთ, რომ მზის სიელვარე არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას ახალგაზრდობის ასაკში, რომელიც არის სიცოცხლით, ენერგიით, სავსე ასაკი, რომ
დავინახოთ ცხოვრება მთელი თავისი სისავსით. როდესაც ადამიანი უკვე შუახნის ასაკს უახლოვდება, ეს ცოტა დაბინდების, ასე ვთქვათ, ცოტა ბინდი რო შემოერევა ხოლმე, მერე უცებ, ასე ვთქვათ, ამ ჩრდილების საშუალებით შევამჩნევთ, რომ აი თურმე, აი აქ ეს ყოფილა ადრე, რატო ვერ ვამჩნევდი, ხო? ეს რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანურ ურთიერთობებზეც განვაზოგადოთ, თუ კი ახალგაზრდულ ასაკში ჩვენ სილამაზეს, მშვენიერებას ვანიჭებთ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობას, უკვე შუახნის ასაკში მნიშვნელოვანი არის თავად ადამიანის პიროვნული თვისებები, რომელიც გვხიბლავს ჩვენ ადამიანში და უკვე ადამიანობის და ადამიანურობის აზომი, სწორედ არა გარეგნული მომხიბლელობა, არამედ ეს მისი შინაგანი სილამაზე ხდება. და როდესაც საუბარი არის, რა თქმა უნდა, უკვე ზამთარზე, აქ რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას დაბერების პროცესი უკვე სიბრძნესთან და გარკვეულწხოვრებისეულ გამოცდილებასთან ასოცირდება და იცით ზოგ შემთხვევაში შეიძლება ამ საკითხს ცოტა სხვაგვარადაც შევხედოთ, ცოტა გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილება ზოგჯერ შეიძლება ხელი შემშლელიც აღმოჩნდეს სიახლეების მიღების თვალსაზრისით, ხო? მაგრამ აქ რა თქმა უნდა ზომიერების დაცვა არის საჭირო და რასაკვირველი ალბათ ჩვენი ხანდაზმული ადამიანების მხრიდან ეს ყოველთვის გათვალისწინებული იქნება. რა არის საერთოდ ასაკი ადამიანის ცხოვრებაში? ხშირად ამბობენ, რომ ასაკი ეს არის ციფრები. გარკვეულწილად შეიძლება დავეთანხმოთ, იმიტომ რომ განვითარების ფსიქოლოგიისათვის და განვითარების ფსიქოლოგიაში ზოგადად ცნობილი არის, რომ არსებობს ქრონოლოგიური ასაკი, ანუ ეს არის ის ასაკი, რომელიც გვახსენებს ჩვენს, ასე ვთქვათ, საპასპორტო მონაცემებს, ხო, რაც დაბადების მოწმობაში წერია, არსებობს ბიოლოგიური ასაკი, რომელიც მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ, ასე ვთქვათ, ცვლილებებს ასახავს და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასაკი და სოციალური ასაკი, ხო? ანუ სოციალური ასაკი, რომელიც განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, რა მოლოდინები არის ამა თუ იმ ასაკის ადამიანის მიმართ საზოგადოებაში და ფსიქოლოგიური ასაკი, ეს არის ერთგვარად პიროვნული სიმწიფის ასაკი და შეიძლება სულაც ქრონოლოგიური ასაკი კონდეს ადამიანს 60 წლის, მაგრამ ფსიქოლოგიური ასაკი იყოს 20 წლის, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულწილად არ იყოს შესაბამისობა და რა ვიცი, ჩვენს ხანდაზმულ ადამიანებს სწორედ მე მთელი გულით ვუსურვებ, რომ ეს ფსიქოლოგიური ასაკი იყოს რაღაცნაირად ადეკვატური, ალბათ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაბერებას არ განსაზღვრავს ასაკი. ეს არის მდგომარეობა, სწორედ ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თავად ამ ასაკისადმი და იმ რეალობისადმი, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ალბათ ხშირად მოგვისმენია, რომ გული არ ბერდებაო და ეს ნამდვილად ესეა. ზოგჯერ ალბათ სარკეში რო არ ჩაიხედოს ადამიანმა და რომ არ გახედოს სამყარო, სადაც უკვე ადამიანები ზოგი უკვე აღარ არის, ზოგი მოხუცდა, ბავშვები გაიზარდნენ, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ბევრი რამ. იმდენად აჩქარებულია დრო, რომ იმდენად სწრაფად გარბის ეს დრო, რომ მართლაც გაჩერებას ვეღარ ვახერხებთ, რომ გაჩერდე, დაჯდე, დაფიქრდე და რაღაც საკუთარ თავში ჩაიხედო. და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თვით შემეცნების პროცესი, რომელიც შეიძლება ადამიანმა რაღაცა შუახნის ასაკიდან დაიწყოს და ხანდაზმულობისკენ კიდევ უფრო გამძაფრდეს. აი თქვენ რადგან 60+ ახსენებთ და სამ ეტაპად დაყავით ხანდაზმულობა, 60-დან 70 წლამდე რა არის თავისებურება? მესმის რომ ინდივიდუალურია, მესმის რომ ყველა სხვადასხვანაირად ხედავს თავის ცხოვრებას, საკუთარ თავს, ზოგიერთ კარგად ბრძანეთ თქვენ წარსულთან მიმართებაში, გამოცდილება როგორც ფიქსაცია და თუ ეს ფიქსაცია ნეგატიურ კონოტაციას იძენს, მაშინ რაღაცა მოთქმაგოდების მაშინ გადადის ადამიანი როლში, მუდმივად რაღაცას მოთქვამს, რომ ესეთი ცხოვრება მქონდა, ესეთი ყველაფერი ცუდად იყო ჩემ ცხოვრებაში და ამ პოზიციონირების გამო ვერაფერს კარგს ვეღარ ამჩნევს ვერც წარსულში და რა თქმა უნდა ვერც აწყვოში, იმიტომ რომ აწყვო ასეთ შემთხვევაში იკარგება. აი რა თავისებურება ახასიათებს და
რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს 60-დან 70 წლამდე და ვთქვათ მე 70-დან 80-მდე და ასე შემდეგ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ადამიანის განვითარების სფეროები არსებობს, ხო? ანუ როდესაც ადამიანის განვითარების სფეროებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში აქცენტები კეთდება რაზე? ძირითადად ეს არის მისი ფიზიკური განვითარება, ხო? მისი ფსიქოლოგიური განვითარება, ემოციური განვითარება და ცხადია, როდესაც ჩვენ რომელიმე კონკრეტულ ასაკს განვიხილავთ, სწორედ აი ამ განვითარების სფეროებსაც ვითვალისწინებთ, ხო? რა ხდება ფიზიკურ დონეზე განვითარების თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურ დონეზე და სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, ხო? საერთოდ როცა ხანდაზმულობაზე ვსაუბრობთ და ეს განვითარების სამივე ეტაპს ახასიათებს, რასაც ახლა აღნიშნავთ, ну, შეიძლება გამოვყოთ, რა საკვირველია 60-დან 70 წლამდე პერიოდი უფრო გამორჩეული თვალსაზრისით, უბრალოდ აი რა ცვლილებებიც იწყება, შემდეგ ის ცვლილებები თანდათან უფრო ღრმავდება შემდეგ ეტაპზე, უკვე ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. როცა 60-დან 70 წლამდე, 75 წლამდე დაახლოებით ადამიანებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ის ოჯახური სისტემა, რომელიც აქვს ამ ადამიანებს, ხო? ცალკე ადამიანს ვერ განვიხილავთ. ადამიანი არის ასევე ოჯახში, ну, რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად სამწუხაროდ გამონაკლისები, როდესაც ადამიანებს არ აქვთ ოჯახი, მაგრამ შეიძლება მათ აქვთ ადამიანური ურთიერთობები, ადგილი, სადაც ისინი ხშირად ურთიერთობენ სხვა ადამიანებს, ან ათესაური კავშირები, მეგობრები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ის ასაკი, როდესაც ხდება პირველად სწორედ იმ სტატუსის მონიჭება, რასაც ქვია პენსიაზე გასვლა. და ითვლიან რასაკვირველია იმ დროს, რომ აი თითქოს აი რამდენი დამჭა და რაღაც გარკვეულწილად არის სევდანარები, ხო, ის ყოფა, რომელშიც ისინი იმყოფებიან. რატომ ეს ისე მომდინარეობს, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას იმ კულტურული კონტექსტიდან, საზოგადოებრივი განწყობებისგან, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ზოგადად შეიძლება ამ ასაკის ადამიანებისადმი, ხო, საპენსიო ასაკის ადამიანებს გულისხმობ. მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ის დამოკიდებულება თუ როგორი აქვს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ადამიანი არის სოციალური არსება და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არის, მაგრამ როცა საკითხი პირად ცხოვრებას ეხება, როდესაც ეხება იმ სტატუსს, რომელიც უშუალოდ ადამიანს ენიჭება, აქ წამყვანი ხაზი მაინც აქვს უპირატესობა, აქვს და უპირატესობა ენიჭება მის დამოკიდებულებას. და არ არის ეს აშიში, ეს არის მცდარი აზრი, მცდარი წარმოდგენები, რომელიც აქვთ ამ ასაკის მიმართ. გარდა ამისა, ეს არის ცარიელი ბუდობის პერიოდი, როგორც არის მოხსენიებული, ხო, როგორც იხსენიებენ სოციოლოგებიც, ფსიქოლოგებიც. რას ნიშნავს ეს? ანუ, როდესაც შვილები იზრდებიან, როდესაც მათ აქვთ უკვე თავიანთი პირადი ცხოვრება, მათ აქვთ თავიანთი ოჯახები და ერთგვარად რჩება თითქოს სახლში სიცარიელი. ცალკე, ასე ვთქვათ, საპენსიო ასაკი, მეორე მხრივ ის, რომ უკვე შვილებს აქვთ თავიანთი ოჯახები და მიდიან ოჯახებიდან და აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თანდათან, ასე ვთქვათ, მატულობს სხვადასხვა დაავადებების რიცხვიც. და ესეც ართულებს ამ ადამიანების ცხოვრებას. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რასაკვირველია, ჩვენ აღვნიშნეთ და არაერთხელ კიდევ ალბათ აღვნიშნავთ, თავად ადამიანის დამოკიდებულება როგორი იქნება ამ ყველაფრისადმი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის საზოგადოდ შეიძლება რა აზრიც და რა შეხედულებაც არსებობს. საერთოდ როგორც ასეთი მზა ცხოვრებისეული საზრისები არ არსებობს. არის ის უბრალოდ ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ და ყველა ადამიანს შეუძლია დაინახოს თუნდაც 60-დან 70 წლამდე, 70-დან 90 წლამდე, 90-ის ზემოდაც შეუძლია ადამიანმა დაინახოს თავისი ცხოვრების საზრისი და საზრისის რეალიზების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. შეიძლება ეს იყოს მის ყოველდღიურობაში, მაგალითად ელემენტარული, როდესაც საყვარელი მეუღლისადმი ამზადებს ადილს. დაუშვათ შეიძლება, ხომ? და თუ ის ამას აღიქვამს არა როგორც ერთგვარი რუტინა, რომ ყოველ დილით-ადილი უნდა მოამზადოს და ასე ვთქვათ, როგორი მოსაწყენია, როგორი მომაბეზრებელია. თუ
თუ მას ექნება სხვაგვარი დამოკიდებულება, რომ ის ამ სადილს ამზადებს მისი საყვარელი და ძვირფასი ადამიანისადმი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება უკვე ცვლის იმ რეალობას და შეიძლება ასე მოახდინოს ადამიანმა საზრისის რეალიზება. ზოგადად არიან ადამიანები, რომლებიც საზრისის რეალიზებას ახდენენ როგორ, ანუ მათი ცხოვრების საზრისია დახმარება სხვა ადამიანების. ელემენტარული შეიძლება ერთი და იგივე საქმიანობით იყოს ასევე დაკავებული ფარმაცევტი, რა არის წამალი უნდა მიაწოდოს ადამიანს ყოველდღე რა მოსაწყენია, ყოველდღიურად სამსახურში ასე ვთქვა წასვლა, მომსახურება, მაგრამ თუ კი მას შეხედავს ამ პროცესს შეხედავს სხვაგვარად თუ კი ის გააცნობიერებს იმას რომ ეს არ არის რუტინა, არამედ ეს არის ასე ვთქვათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ის რომ შენაძლევ ადამიანს ღიმილით ამ წამალს როცა მას ჯანმრთელობას უსურვებ, შეიძლება ეს იყოს თქვენი ცხოვრების აზრისი. ყველა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ასაკში უბრალო ყოფითი საქმიანობიდან გამომდინარეც კი თუ კი ის სხვა დამოკიდებულებით შეხედავს იმ ყოველდღიურობას, ეს იქნება მისი აღმოჩენა სწორედ, ეს იქნება მის მიერ აღმოჩენილი საზრისი, რის გამოც და რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. ფიზიკური უძლურება დიახ აღნიშნე ჩვენ თანდათან ასე ვთქვათ ახსენებს ადამიანს თავს. აიცით მე მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ჩაატარა ამერიკელმა ჟურნალისტმა. მან ასე ვთქვათ შემოიარა ამერიკის 100 ქალაქი და გრიმით დაემსგავსა 85 წლის ადამიანს. მას უნდოდა განეცადა ის ყოველდღიურობა, რასაც განიცდიან ხანდაზმული ადამიანები და თვითონ საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინა, რას გრძნობენ ხანდაზმული ადამიანები. გაიკეთა ასე ვთქვათ დაბურული სათვალეები, ლინზები, ასევე საცობით დაიხშო ყური, წებოვანი ლენტით თითები ასე ვთქვათ ერთმანეთს შეაწება და შემოიხვია წებოვანი ლენტი. იმიტაცია გააკეთა ყველაფერი იმისი, რომ თითქოს ხედველობის პრობლემა აქვს, თითქოს სმენის პრობლემა აქვს, თითქოს ასე ვთქვათ წერის პრობლემა აქვს, გადაადგილების პრობლემა ხო შეიკრა კიდევ ფეხები და აი როდესაც ეს ექსპერიმენტი დასრულდა, რა თქმა უნდა, მან ამის შესახებ ძალიან ძვირფასი საინტერესო სტატია დაწერა, თუ რას გრძნობენ ხანდაზმული ადამიანები და როგორი არის მათი, ასე ვთქვათ, ყოფა, მათი ცხოვრება, რაც შეეხება ეს ფიზიკური თვალსაზრისით, ხო? და პირველი პრობლემები, რა თქმა უნდა, იწყება ასევე როგორც აღნიშნეთ, ჯანმრთელობის პრობლემებით, სოციალური ურთიერთობა, იმიტომ რომ შესაძაც საპენსიო ასაკზე ხარ, ეს იმას ასაკში ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდწილად ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ხარ საზოგადოებრივად აქტიური, შეიძლება არ ხარ ასე ვთქვათ საჯარო სამსახურში დასაქმებული, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაღაც მონახო შენთვის საინტერესო და შენთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ჰობი, რომელიც აქვს ადამიანს, ხო, მონახოს რაღაც საინტერესო, შეიძლება ეს იყოს ყვავილების მორწყვა, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ღიმილი, ნებისმიერ ასაკში შეუძლია ადამიანს გაუწიოს დახმარება სხვა ადამიანს და შეიძლება ესეც იყოს ღირებული მისთვის. მადლობა ლანა. თქვენ საუბრობთ ინდივიდუალურ შკალაზე ღირებულებების, რომელსაც ადამიანი თვითონ აწყობს და ირჩევს, ხო? იგივე ეს ღირებულებათა სისტემა, რომელიც ადამიანს ჯერ კიდევ ბავშვობიდან უყალიბდება. მისთვის რა არის ძვირფასი და რა არ არის ძვირფასი. რა თქმა უნდა, კულტურა, სოციუმი ძალიან ბევრ ამას განსაზღვრავს, ოჯახი, ოჯახური ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თვითონ ინდივიდუალური შკალა აქვს თითქოს ყველა ადამიანს, თითქოს არა აქვს და მართლაც ეძებს, რაღაცა სულ ეძებს. და მისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, მისთვის მნიშვნელოვანია რომ მას უსმენდნენ და ხედავდნენ, რაც ყველაზე ნაკლებად აქვს ამ ასაკში ადამიანს. ალბათ თვითონ აირჩიოს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იგივე ეგზისტენციალური მარტოობა, რომელიც არის ადამიანისთვის ერთ-ერთი ის დილემა, რაშიც ის აღმოჩნდება, რომ ის არის მარტო ამ სამყაროში და მარტო ვიბადებით, მარტო ვკვდებით, მარტო ავად ვართ, მარტო ჩვენ ბევრ რამეს, რაც არ უნდა სოციუმში იყოს, ადამიანი მაინც მარტო აკეთებს. და აი ეს მარტოობის, ეგზისტენციალური მარტოობის განცდა, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ, იქნებ ჩვენც ვიფიქროთ,
საზოგადოებამ, რომლებიც აქეთ ვართ პრინციპში, ანუ აუდიტორია ვართ ამ შემთხვევაში მათი, იმიტომ რომ ეს არის ოჯახის წევრები, ეს არის შვილები, შვილიშვილები, თითქოს აი ხშირად მიფიქრია და მინანია დღეს ბებიები მყავდა მარტო ბაბუები ვერ მოვესწარე ორივე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ და ბებიებთან სულ დანაკლისის განცდა მაქვს დღეს, იმიტომ რომ მაშინ ამას ვეუბნებდი, სულ უნდათ ჩახუტება, ლაპარაკი, სულ აინტერესებდათ ყველაფერი და მე სულ გავრბოდი, სულ მივრბოდი, სულ მოვრბოდი და ეს ახლა მახსენდება და გული მწყდება, რომ ეს რაღაცა ვერ შევავსე თითქოს. ასევე ახლა დედა მყავს მოხუცი, რომელიც არის ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი და რაღაცნაირად თითქოს აი ერთია თეორია და მეორეა რაღაცნაირად პრაქტიკა, რომ როგორ გახდე იმ ადამიანისთვის ის აუდიტორია და ის მხარდაჭერა, რომელიც მას ყველაზე ძალიან ჭირდება. ეს არის მოფერება, ეს არის მისი აღიარება, აღნიშვნა და მოსმენა. და თითქოს ამისთვის არ არის არცალი. მე მგონი იცით ჩვენზეც კიდევ უფრო მეტი, ახლა მე თვითონ 60 გადაცილებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ადამიანებზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, ვინც გარს ახვევია. იმიტომ რომ ეს არის ის ბოლო კარგი გაგებით და სასიამოვნო გაგებით, რომელიც სასურველია ყველა ადამიანისთვის, რომ მიაღწიოს სიბერეს. შესაბამისად, რაღაცნაირად ინვესტიცია შენივე სიბერეში და შენივე მომავალში არის სწორედ ის, როგორ მოექცევი შენ დღეს მოხუცს. როგორ მოусმენ მას, როგორ რა ვიცი, როგორ რამდენად ემპათიური ხარ მის მიმართ. მე მგონი აქ პასუხისგებლობა საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე, რაღაც ინსტიტუციებზე და გარკვეული ტიპის ისეთ დაწესებულებებზეც უნდა გადანაწილდეს, რომლებიც იქნებიან ამით დაკავებულები. კი ბატონო. გეთანხმებით. დიახ, გალბატონო მარინა. კიდევ ერთხელ გეხდით მადლობას, რომ ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა. აი ის თემა, რომელიც თქვენ ახლა წინ წამოწიეთ, როგორ შეიძლება რომ დაეხმაროს საზოგადოება, გვერდში დაუდგეს, ესმოდეს, ასე ვთქვათ, ადამიანების, რომელთაც შეიძლება რაღაც ცოტა გარკვეული ფიზიკური უძლურებას თუ რაღაც, ასე ვთქვათ, ასაკისათვის თანმდევი ცვლილებები მიმდინარეობს განვითარების სხვადასხვა სფეროში. რასაკვირველია, ეს გადაცემა არის ერთგვარად უკვე გამოხატულება თანადგომის, ემპათიის და ასევე ის საკითხები, რაზედაც ვისაუბრე, საუნივერსიტეტო სივრცეში ალბათ ვისურვებდი, რომ ძალიან დიდი დოზით თუ არა გარკვეულწილად დაეთმოს ყურადღება ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების შესწავლაც, რა სირთულეები აქვთ მათ, რა სიხარულები აქვთ, ჩვენ რატომღაც რაღაც ჩვენი ფორმატი, რა თქმა უნდა, ჯერ ამ მიმართულებით ნაწილი საუბრობდით, ალბათ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი ემპათიით შეხვდე საზოგადოება, ხო, თითქოს რაღაც სისუსტეებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამასაც აქვს ძალიან თავისი ბევრი ძლიერი მხარე. და ეს გადაცემა, ასევე საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი ნაშრომების შესრულება, ერთგვარად უკვე ეს არის გამოძახილი იმისი, რომ მარტო არ არის ადამიანი. ექსისტენციალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არის მარტო, ხო, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, მარტო მოვდივართ და მარტო მივდივართ, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ადამიანის დაბადება სჭირდება დახმარება და ჩვენ ვიცით, რომ ამ ფუნქციას ასრულებენ, ხო, ადამიანები, ბებია-ქალი იქნება ის თუ სამედიცინო პერსონალი ვეხმარებით ადამიანებს ჩვენ დაბადებაში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს ამ ცხოვრების გავლაში და განსაკუთრებით ასე ვთქვათ იმ პერიოდში, როდესაც ადამიანები თანდათან ემზადებიან უკვე ცხოვრების დასასრულისთვის. როცა ვახსენებთ დასასრულს, ამაში ასე ვთქვათ არ არის ტრაგიკული იმდენად, რამდენადაც ეს როგორც ვთქვით, სისავსეს ანიჭებს ხო ადამიანის ცხოვრებას და იმ მახსენდება ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ეკუთვნის და გააზრება ბატონ დიმიტრი უზნაძეს, რომ ზოგადად ეს დასასრულია და დასასრულის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გარდაცვალება, სიკვდილი არის ის, რაც ადამიანის სიცოცხლეს აძლევს ფორმას, შემოსაზღვრავს, რასაკვირველია. შეიძლება ითქვას, რომ ლოგოთერაპია როგორ უყურებს ზოგადად ცხოვრების აი ამ ეტაპს. ანუ ეს არის ის
რასაც ქვია რომ სიკვდილით იწყება პირიქით ადამიანის სიცოცხლე. იმიტომ ის ყველაფერი რაც მის ცხოვრებაში იყო მანამდე ეს იყო ასე ვთქვათ მისი ცხოვრება რეალურად, ხო, ძეგლს უდგავს ადამიანი თავის ცხოვრებას. სიკვდილის შემდეგ უკვე რაიმე შეცვლა არის შეუძლებელი, ხო? და ფაქტიურად ის განვლილი გზა არის მთლიანად ადამიანის ცხოვრება, რაც მან სიკვდილამდე, გარდაცვალებამდე ასე ვთქვათ იცხოვრა და გაიარა. რასაკვირველია სახელმწიფო სერვისების და ზოგადად პოლიტიკა ხომ აი ნებისმიერი ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება რომ და ალბათ ვისაც ხელეწიფება განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნვის ქვეშ მოაქცევს ამ ადამიანებს და ფიქრდება ამ ადამიანების ცხოვრებაზე, დაბერების პროცესი არ უნდა იყოს ტრაგიკული არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების კანონზომიერება, ისევე როგორც დაბადება, განვითარება, ცხოვრების დასასრულიც და რასაკვირველია, როდესაც ეს არის ცხოვრების კანონზომიერება, თუ კი ცხოვრების საწყის ეტაპზე არსებობს მეტნაკლებად გარკვეული ხელშეწყობა, გარკვეული აქცენტები ცხოვრების დასასრულზეც, ასე ვთქვათ, ზრუნვა არის მნიშვნელოვანი, რომ კომფორტული კონდეთ სიბერე ადამიანებს და ნებისმიერი სახელმწიფოს საზომი, ჩემთვის ყოველ შემთხვევისათვის მაპატიეთ, ჩემი მოგრძალებული აზრი არის ეს, რომ იზომება ალბათ სახელმწიფოს სიძლიერე, ზოგადად რამდენად მორალურია ესა თუ ის სახელმწიფო იმითი, თუ როგორი დამოკიდებულებები არსებობს ამ სახელმწიფოში, ამ საზოგადოებაში ყველაზე მოწვლადი ჯგუფის მიმართ. როგორი არის, ასე ვთქვათ, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება და ხანდაზმული ადამიანებისადმი დამოკიდებულება. ხო, ეს არის რაღაც, აი ჩემი რაღაც სუბიექტურად საზომი. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი პრიორიტეტებიც არის ცხოვრებაში, მაგრამ რასაკვირველია, ვისაც მეტი დახმარება სჭირდება, მათზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი. ხშირად მიფიქრე ალანა, საკმაოდ მშვიდად და საკმაოდ სადად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრება და მადლობა ღმერთს ამაში, ალბათ ქრისტიანობა არის ის, რაც ყველაზე მეტად მშველის პირადად მე და მგონია, რომ ალბათ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქრისტიანს მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ფრაზა მზადება სიკვდილისთვის არის ბევრ ბუნდოვანებასთან დაკავშირებული. თქვენ რაც ბრძანეთ, აბსოლუტურად ესეა. ის სიცოცხლეს შემოსაზღვრავს და ამით სიცოცხლე უფრო ფასეული ხდება, უფრო ძვირფასი. ის დრო, რომელიც მოგვეცა, უფრო მნიშვნელოვანი. თუნდაც სიკეთის კეთებიდან დაწყებული გაცემით თუ შემოქმედებით დამთავრებული და ურთიერთობებით, მოფერებით, მოკითხვით და ასე შემდეგაც ძალიან გვჭირდება ჩვენ ადამიანებს და დღეს დასავლური ადამიანი, როგორც თვითონ ეგზისტენციალისტები ამბობენ, რომ ის თითქოს გამოიფიტა, გამოიშიგნა და აბსოლუტურად კარკასი დარჩა მისგან, არაფერი. აი ეს მზადება სიკვდილისთვის, ხანდახან ვფიქრობ, რომ ალბათ რა რთულია იმ ადამიანისთვის, ვისაც გონია, რომ ამით მთავრდება ყველაფერი და ალბათ როგორ უფრო გასაგები და მარტივი ვიტყოდი მარტივიც ხდება, მაშინ როდესაც ეს არის ქართულ ენაში ნათქვამი გარდაცვალება, ფერიცვალება და რაღაცის ცვლილება. ახალ რაღაცა სისტემაში აღმოჩენა და ახალ სამყაროში, ახალ სივრცეში. სადაც არის ძალიან ბევრი ჩვენი წინაპარი, არ ვიცი, როგორ თქვა. აი როგორ ხდება ეს მზადება და როგორ მუშაობენ ფსიქოლოგები ამ დროს, როგორ მუშაობენ? გასაგებია, რომ მოძღვრის როლი ამ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ გააზრებინოს, რომ მან მოახერხოს, გადახედოს კიდევ ერთხელ, ეზიაროს ქრისტეს ხორცსა და სისხლს და ამაზე უკეთეს ვერც ვერაფერს იზამს ადამიანი, ვერც ერთ ასაკში, მაგრამ აი ფსიქოლოგი როგორ მუშაობს ამ დროს? თქვა თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ ჩემთვის რაღაცნაირად ახლა გამახსენდა ზუსტად ერთი შემთხვევა ადამიანი რომელსაც ერთგვარად ჰქონდა შიში სიკვდილის ეს გახდათ ახალგაზრდა გოგონა რა თქმა უნდა ალბათ სიკვდილის შიში ასე მოიხსენიებ მას ამ ეტაპზე როგორც სიკვდილი დიახ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და ეს არ უკავშირდება რა თქმა უნდა მხოლოდ ხანდაზმულობის ან სიბერის ასე ვთქვათ და როდესაც მე მას შევახსენე რომ ჩვენ ქართულში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რასაც ქვია გარდაცვალება, რა თქმა უნდა ეს გარკვეული ასე ვთქვათ
ჩვენი საუბრის დროს, ურთიერთობის დროს, მისთვის აი თუნდაც ეს ერთი სიტყვა იყო გააზრება მთლიანად, ასე ვთქვათ, აი მოცემულობის, რაც მას ყველაზე მეტად აღშფოთებდა. და რომ ეს სიკვდილი თითქოს ადამიანისთვის ასოცირდება დასასრულთან, რაღაც წერტილის დასმასთან და გარდაცვალება ეს არის მარადიული მოგზაურობა კიდევ, ხომ? რაღაც ახლის დასაწყისი. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ეს აშფოთებს ზუსტად, რომ აი რა იქნება მერე, გაურკვევლობა, როგორ იქნება, ხომ? არ იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით, რაც უშუალოდ გამოცდილებაში არ გქონიეთ, ძალიან თეორიულად ბევრი შეიძლება იცოდეს ადამიანმა, ძალიან ბევრი შეიძლება იცოდეს, მაგრამ რაც გამოცდილებაში არ ქონია, მაინც მასში იწვევს გარკვეულ გაურკვევლობას, გაურკვევლობისადმი, რა თქმა უნდა, შიში. მნიშვნელოვანი არის ასევე ღირებულებების გადაფასება, იცით? აბსოლუტურად სწორია, პოეტის მიერ ნათქვამი, როდესაც სიკვდილი არის ის, რითაც ასე ვთქვათ, ფასობს სიცოცხლე. ჩვენ რომ არადიულად სიცოცხლეში ვიყოთ, ალბათ ვერც კი დავაფასებდით სიცოცხლეს, ხო? ალბათ ამ რაკურსით, აი რაღაც გარკვეულწილად, აი ამ ასეთი გააზრებით, ხო? თანდათან უკვე ეს შეთვის როგორც გარდაუვალი ადამიანისთვის, აი ისეთი რამ ხდება და ეს ისედაც იცის, რომ ეს არის გარდაუვალი, ყველა ადამიანი არის სასრული გარკვეულწილად, მაგრამ ფიქრი ისე რომ აი რომ ვიყო დაუშვათ მაგალითად ცოცხალი, ამ შემთხვევაში მარადიულად ცოცხალი საინტერესო იქნებოდა ადამიანის ცხოვრება თუ არა. ის შეძლებდა თუ არა მთლიანად რომ გადაევლო მთელი თავისი ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, თვალი, შეეჯამებინა, ხო ეს ეგოინტეგრაციის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? კმაყოფილება თავისი ცხოვრებით მაგალითად, ხო, შეეფასებინა თავისი ცხოვრება, რამდენად კმაყოფილია. სხვათა შორის ადამიანები, რომლებიც არიან კმაყოფილი ცხოვრებით, მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ესე მძაფრი შიში არ აქვთ გარდაცვალების. ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან, თითქოს ზრწოლა აქვთ, ეს ფილოსოფიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, ხო, ეს არის ზრწოლა, წმინდა ექსისტენციალური თვალსაზრისით, ან ადამიანის არსებობის არსის, ასე ვთქვათ, სიღრმისეული გააზრება ამავდროულად და ზრწოლა, რომ ვაიმე რაღაც, ასე ვთქვათ, დაშვებული შეცდომებია და ეხლა უკვე რა დარჩა წინ. და აი ასეთ შემთხვევაში, იცით, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის მხარდაჭერითი თერაპია არის მნიშვნელოვანი და არაფერი არ არის დასასრული. ვიდრე ადამიანი არის ცოცხალი, ვიდრე ის სუნთქავს, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა იმისი, რომ შეცვალოს ის, რაზედაც მას გულისხდება. შეიძლება ფიზიკურად ეს რაღაცეები, რაზედაც მას გულისხდება, რაღაც არარეალიზებული შეიძლება, რაღაც ის, რომ ვერ შეძლო ყველაფრის გაკეთება, ის რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, ვიღაცა ძალიან ატკინა გული, ხომ? უკვე ფიქრი ამაზე, უკვე ფიქრი ეს არის შესაძლებლობა იმისი, რაც მაშინ ვერ შეძლო, ხომ? უკვე ის, რომ ადამიანს აქვს სინანული, რომ ვიღაცას გული ატკინა, ეს უკვე შეიძლება ვერ მოასწროს, ვერ მივიდეს, ვერ მოუხადოს პირადად, ასე ვთქვათ, ბოდიში ვერ თხოვოს შენდობა, მაგრამ უკვე ამგვარი ფიქრი ეს არის ერთგვარად სწორედ ის, რომ ადამიანი მიხვდა ცხოვრების უკვე დასასრულთან, მაშინ როცა უკვე ყველაფრის შეცვლა არის შეუძლებელი, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გააცნობიერა უკვე ცხოვრების ბოლო წლებში. თორე ისე ჩვენ ვართ ადამიანები, ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტეები, შეიძლება დაუშვას ადამიანმა შეცდომა, შეიძლება რაღაცა გარემოებების გამო ვერ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. რა თქმა უნდა, გარემო ახდენს ადამიანზე გავლენას, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის ადამიანი პასუხისმგებლობის მქონე არსება და ის თავის არჩევანზე თვითონ აგებს ხოლმე პასუხს და მას ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს ეს არჩევანი, თუნდაც ცხოვრების ბოლო წუთებს ითვლიდეს და შეუნდოს, ასე ვთქვათ, იმ ადამიანს მიეცეს სინანულის შესაძლებლობა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, სინანული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში, არც სიკეთე, არც ბოროტება და ამ დაზიანებულ ხილულ სამყაროში მარადიულობა მართლაც არ არსებობს და ვერც იარსებებდა ალბათ. და შეიძლება აზრს მოკლებულიც იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ დაზიანებულია ეს სამყარო და მაგრამ ამ სამყაროში ვცხოვრობ ჩვენ.
სიკეთესა და ბოროტების რაღაც აი ამ პარადიგმაში. და ძალიან ბევრი რამე ესეთი რაც ადამიანს გაახალისებს, მისცემს მეტ სისავსეს ცხოვრებაში. პირველი ეს არის ურთიერთობები, მერე მიწასთან მუშაობა იქნება თუ ცომის მოზელვა, თუ წიგნის წაკითხვა, თუ რაღაცის ფიქრი, გააზრება, ჭვრეტა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ მთავარი, როდესაც არის ოჯახში მოხუცებული და როდესაც არის ტერმინალურ სტადიაში ადამიანი, მოხდეს მისი მიახლება უფალთან, რომ ეს მოხდეს, რა ვიცი, მოზღulis ჩართულობით, მასთან საუბრით, იმიტომ რომ ხანდახან თითქოს წვალობს ადამიანი, წვალობს და თითქოს ეს სულის ამოსვლის წინ ძალიან თითქოს ითხოვს მიშველეთ და დამინახეთ. რაღაც მას უკვე თვითონ აღარ შეუძლია. და სანამ ის გონებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ზიარება უფლის სისხლთან და ხორცთან და გონი ამაზე მნიშვნელოვანი არც არაფერი არ არის, თუმცა ცხოვრება ძალიან სავსეა ბევრი საინტერესო რამით, რატომაც არა, სანამ ცხოვრობ, უამრავი რამის შემეცნება არის შესაძლებელი და არასდროს არ არის გვიან. თქვენ კარგად ბრძანეთ, ერთი დღეც რო გქონდეს ადამიანს დარჩენილი, ის არის ჩვენი მთელი ცხოვრება და იქ ცხოვრობ როგორც ქრისტიანები და როგორც ფსიქოლოგიაში ცნობილია, აქ და ახლა დღეს ცხოვრობ. გუშინ აღარ არის და ხვალ ჯერ არ არის და აი დღეს ცხოვრება როგორ დავალაგოთ ისე რომ საზრისი არ დავკარგოთ, ადამიანის სახე არ დავკარგოთ და აი ქრისტიანობაში ხო არის თითქოს ბოლო დღეაო ისე იცხოვრება. ხვალ გათენდება თუ არა არ იცი. ანუ მოაგვარე ყველაფერი, ბოდიშიც მოიხადე, მადლიერებაც გამოხატე. წერტილი დასვი რაღაცებზე რომ არ გადაიტანო ხვალისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ხსოვნა ყოველთვის აი სიკვდილზე გარდაცვალებაზე ხო ჯერ ანტიკურ სამყაროში შენიშნეს უკვე ბერძენმა ფილოსოფოსებმა, რომ რა თქმა უნდა ყოველ დღე ხსოვნა სიკვდილის ეს არის მნიშვნელოვანი. ეს ერთგვარად სიბრძნის საფუძველი შეიძლება გახდეს ხშირ შემთხვევაში. საბამის სიბრძნის კი ბატონო, რასაკვირველია. ასე რომ ჩვენ ვართ აქ ახლა ამჟამად და მნიშვნელოვანი არის რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ამოცემულ დროში შეძლოს და მოასწროს ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე ხელისშემშლელი რაღაც გარკვეული ფაქტორები, რომლის გადალახვა უჭირს ადამიანს და ასე ვთქვათ, აი ცხოვრების ბოლო წუთებზეც კი ეს არის შესაძლებელი და ეს ყოველთვის ასე ვთქვათ, ალბათ უნდა ახსოვდეს ადამიანს, არასოდეს არაფერი არ არის გვიან. მთავარი არის რომ მოხდეს გაცნობიერება, სწორი გაცნობიერება. და იცით, აი ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, აი ცხოვრების ისეთ პერიოდზე, რასაც ქვია ხანდაზმულობა, ამ ხანდაზმულობის ასაკში არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ცხოვრების მეგობარი, მეუღლე, რომელიც ყავს ადამიანს და შემდეგ მისი დაკარგვაც ხოლმე ზოგჯერ და აი მე მახსენდება ერთი ასე ვთქვათ ჩანაწერი, როდესაც თერაპევტთან მიდის ადამიანი, როდესაც ის არის ძალიან შეწუხებული, ძალიან სასოწარკვეთილებამდე შეიძლება ითქვას მისული წუხს გარდაცვლილი ასე ვთქვათ მეუღლის გამო და მაშინ თერაპევტი და ამ შემთხვევაში ეს თერაპევტი გახდათ ვიქტორ ფრანკლი, რომელიც მას ეუბნება, რომ როგორ ფიქრობთ, ანუ როდესაც რომ მომხდარ იყო ისე რომ თქვენ გარდაცვლილიყავით, მაშინ თქვენი მეუღლე, ასე ვთქვათ, განიცდიდა იგივენაირად თუ არა და რა თქმა უნდა ამ ბატონის პასუხი იყო, რომ კი, ჩემი მეუღლე ძალიან განიცდიდა, ძალიან დიდ სევდას, წუხარებას, ასოწარკვეთილებას მიეცემოდა და მაშინ აქ იყო ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება ხო თერაპევტისგან, რომ თქვენ გადაარჩინეთ თქვენი მეუღლე და რასაკვირველია, ის უკვე პასუხს აგებს მის არჩევანზე, ხო, ეს იყო მისი არჩევანი, გარკვეულწილად და ბედნიერი იყო იმითი, რომ ეს განსაცდელი არ შეხვდა, ასე ვთქვათ, მის მეუღლეს და არიდა. ძით, როდესაც იცის ადამიანმა, რატომ შესაძლებელი არის ნებისმიერი როგორ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. და აი აქ მიეცემა ტანჯვას საზრისი, რაც ტანჯვას ძალიან ამსუბუქებს. ნამდვილად. დიდი მადლობა ალანა მობრძანებისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის.
ცოტა სევდიან, მაგრამ საკმაოდ მშვიდ, სადა და ესეთ თემას შევეხეთ, რაც არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომელშიც ჩვენ ვართ და დავუსურვებ ყველა ადამიანს ბედნიერ სიბერეს, ბედნიერ ხანდაზმულობას და გააზრება საკუთარი აზრისების, საკუთარი ცხოვრების, რაღაც საკუთარ თავთან შეხვედრას და მისი მუდმივი ქმნადობის პროცესში რომ იყოს, თო რაღაც გაუმჯობესების, ასე ვთქვათ, ტენდენცია ქონდეს. დიდი მადლობა. მე იმეც ვიტყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ მოგწანდებით ჩვენთან სხვადასხვა საკითხებზე, მით უფრო რომ ძალიან ბევრ საინტერესო სფეროში მოღვაწეობ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა, მე უერთდები რა საკვირველია თქვენ სურვილებს, ჩვენს ხანდაზმულ მაყურებლებს დიდხან სიცოცხლეს უსურვებ, ბედნიერ სიცოცხლეს უსურვებ, საზრის სიცავსე სიცოცხლეს უსურვებ და ახალგაზრდებს ყველა დაბერებას, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დალოცვა ხანდაზმულობა. რა თქმა უნდა. მადლობა დიდი. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი ლანა სულხანიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.